Ოსააჩი კი ევროპის მოედანზე აქცია კონცერტი დაიწყება სახელწოდებით ჩვენ ვირჩევთ ევროპას. აქციის ორგანიზატორი 115 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანება საქართველოს ეროვნული პლატფორმაა. ღონისძიებაში მონაწილეობას მუსიკოსები და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ. მათ შორის ანსამბლი ლაშარი, მერიის ბიგ ბენდი, ელდრაინი და სხვა ჯგუფები. აქციის მონაწილეებს სიტყვით ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მიმართავს. ორგანიზატორების თქმით აქციის მთავარი მიზანი იმის დაფიქსირებაა, რომ პოლიტიკური თუ სხვა განსხვავებების მიუხედავად საქართველოს მოქალაქეებს ევროპული არჩევანი აერთიანებთ. ეს იქნება ერთი მხრივ აქცია კონცერტი, რომელიც მიმართული იმისკენ, რომ 115 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად აკეთებს ამ ღონისძიებას და ჩვენი მიზანია ხაზი გაუსვათ იმას, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და რომ ამ არჩევნის ერთგული რჩება. ასევე თქვენ მოისმენთ სასიამოვნო მუსიკას, იქნება კარგი საკამო, ყველას გეპატიჟებით 6 საათზე რიხეზე. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა და საქართველოს მოქალაქეები ვერთიანდებით ერთი საერთო იდეის გარშემო, ეს არის ის, რომ ჩვენ ყველანი ვირჩევთ ევროპას. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ადამიანი მოვიდეს ამ აქციაზე, რადგანაც იცით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში არიან ასევე ჯგუფები, რომელსაც კითხვის ნიშნები გააჩნიათ ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავანახოთ ის, რომ ჩვენ ვართ ერთნი ამ იდეის გარშემო. მთავარი მიზანი ამ აქციის არის ის, რომ ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს და პირველ რიგში ალბათ საკუთარ თავს, რომ ჩვენ ყველანი განვრჩევოთ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებისა თუ გემოვნებისა ვერთიანდებით იმ იდეის გარშემო, რომ საქართველოს არჩევანი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპა. ევროპის მოედანზე აქცია კონცერტის მიმდინარეობას პირველი არხი პირდაპირ ეთერში დაწყებისთანავე 6 საათიდან შემოგთავაზა.